ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. მეოთხე დღე ირანზე განხორციელებული იერიშებიდან ვითარება ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო იძაბება. აფეთქებები იყო ისრაელის ქალაქებში. ირანის შეტევას ბალისტიკური რაკეტებით 5 ადამიანი ემსხვერპლა. 100-მდე საავადმყოფოებშია. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დარტყმებს განაგრძობს ისრაელიც. ახალმა ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი დაბომბა. ღამით ცნობილი გახდა, რომ ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა ირანის დაზვერვის ხელმძღვანელიც. ბნეი ბრაკი, პეტახ ტიკვა, თელ-ავივი, ჰაიფა, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს ქალაქები გასულ ღამით ირანის თავდასხმის სამიზნე იყო. ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შემდეგ ისრაელის ქალაქებსა და დასახლებებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, მათ შორის რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი. ამ დრომდე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები. არის მსხვერპლი, დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაბომბვის პარალელურად საკუთარ ხალხს მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ ორი უდიდესი საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება: ირანის ბირთვული პოტენციალი და ბალისტიკური რაკეტები. ბოლო მომენტში ვიმოქმედეთ, სანამ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა ექნებოდა და ვიდრე 10,000 ბალისტიკური რაკეტის წარმოებას დაიწყებდა. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხეები, ჩვენ ვმოქმედებთ მათ შესაჩერებლად. შეტევის გარდა ვალდებულები ვართ თავდაცვისთვის ზომები მივიღოთ. ეს თავდაცვა არა მხოლოდ რაკეტების ჩამოგდებაზე და ჩვენს მიერ შეიარაღების ინდუსტრიებში აშენებულ შესანიშნავ სარაკეტო სისტემებზეა დაფუძნებული. ეს თქვენს ქცევაზეცაა დამოკიდებული. იმაზე თუ რამდენად იცავთ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მეტ დანაკარგს მივიღებთ, თუ დაცულ სივრცეებში დარჩებით, სიცოცხლეს გადაარჩენთ. გასული ღამე მძიმე იყო ირანისთვისაც. დაიბომბა ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებით. ისრაელის ავიაცია მეშხედის აეროპორტს დაარტყა, რომელიც ისრაელის საზღვრიდან 2300 კილომეტრით არის დაშორებული. სამხედრო ობიექტების გარდაც ახალი სამიზნეა ირანის ხელმძღვანელობა. ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დაზვერვის უფროსი გენერალი მოჰამედ კაზემი და მისი თანაშემწე. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას თქვა, რომ ისრაელი ვერ გააკეთებს მათი ნებართვის გარეშე ვერაფერს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო დარტყმებიც კი ამერიკის ნებართვით განხორციელდა. ჩვენ მკაცრად პასუხობთ ნებისმიერ აგრესიას. არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ამ ომის გაფართოვებას, თუმცა ბუნებრივია, არმიამ და ჩვენმა ძვირფასმა ხალხმა უკვე გასცა შესაბამისი პასუხები. რაც უფრო მეტად ცდილობენ ესკალაციას, პასუხებიც უფრო მკაცრი და მტკივნეული იქნება. კონფლიქტის ესკალაციას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დარწმუნებულია, რომ ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. ეს განცხადება ტრამპმა კანადაში დიდი შვიდეულის სამიძე გამგზავრებამდე გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში პუტინმა შუამავლის როლი შეასრულოს. მინდა რომ შეთანხმება შედგეს. ფიქრობ ამის დროა. ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთს უნდა ებრძოლონ. გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას. საკითხზე გრენლანდიაში ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. მაკრონი ამბობს, რომ პუტინს შუამავლის ფუნქციისთვის ავტორიტეტი არ აქვს. მე არ მჯერა, რომ რუსეთი, რომელიც ამ მომენტში მაღალი ინტენსივობის მქონე კონფლიქტშია ჩართული და რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში გადაწყვიტა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას პატევი არ სცეს, შეძლოს და შუამავლის როლი შეასრულოს. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რეალური შესაძლებლობა ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. ისრაელის დამოკიდებულება ამერიკულ იარაღზე და საბრძოლო მასალაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის შესაძლებლობას აძლევს.
კონფლიქტის შესახებ ევროკავშირის პოზიცია დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა გაახმოვანა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ერთგული რჩება. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი. ირანი კი რეგიონში არასტაბილურობის მთავარი წყაროა. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო. გრძელვადიან პერსპექტივაში დიპლომატიური გადაწყვეტა რჩება საუკეთესო გზად, რათა გავუმკლავდეთ ირანის ბირთვულ საკითხებს. ევროპა რჩება მტკიცედ ერთგული მოლაპარაკებების გზით ხანგრძლივი გადაწყვეტის პოვნისთვის. ისრაელს და ირანს შორის დაპირისპირების მორიგი ეტაპი მეოთხე დღეა გრძელდება. ისრაელი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმის მიზეზი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის განადგურება. ორივე მხარეს დარტყმებს მსხვერპლი მოხვა. ისრაელში ირანის თავდასხმას 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ირანის მხარეს 224 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავს. დეპუტატების წინაშე უკვე წარსდგა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე. ამ წუთებში სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ, დღესვე პარლამენტში ელოდებიან მერაბ ჭიქაშვილს. პარლამენტზე კესო ქაფიანიძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, კესო დეტალებს ველოდებით ჩვენგან. ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია საუბრობს ამ წუთებში კომისიის წინაშე და ის იხსენებს იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ის აქტიურ ოპონირებას უწევდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას და აქტიურად მართავდა აქციებს და გამოხატავდა პროტესტს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და ის ამბობს, რომ სასტიკად უსწორდებოდნენ მაშინ აქტივისტებს. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მან ასევე ისაუბრა 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციაზე და როგორც მან აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე მის ცხოვრებაში. ამ დღეზე ისაუბრა ასევე კომისიის წინაშე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, რომელიც წინა ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფებოდა იმ წლებში. 2008 წლიდან ის იყო თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და მან გაიხსენა როგორც 2009 წლის აპრილის აქციები, საკნების აქციები, ასევე 2009 წლის 15 ივნისის დიღმის სამმართველოსთან ჩატარებული საპროტესტო აქცია. როგორც მან აღნიშნა, 100-მდე ახალგაზრდა პერფორმანსს ატარებდა და კითხულობდა პეტიციას, რა დროსაც ნიღბიანებმა და ხელკეტებით შეიარაღებულებმა ყულფში მოაქციეს აქციის მონაწილეები და მათ სასტიკად გაუსწორდნენ, როგორც მან აღნიშნა, ამ სპეცრაზმის უკან იდგა როგორც ვანო მერაბიშვილის მოადგილე, ასევე სხვა მაღალჩინოსნები. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეხება მას ჰქონდა სამართალდამცავებთან, რომ მოეწოდებინა სიმშვიდისკენ და სწორედ ამის შემდეგ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ის იქნა მოგვიანებით გადაყვანილი საავადმყოფოში. როგორც მან აღნიშნა, მას აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ასევე კბილების მოტეხილობა, სხვადასხვა სხეულის სხვადასხვა არეში დაჟიჟილობა და ტვინის შერყება. იყო ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად გვემხილებინა როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ ეს სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა. ეწყობოდა ეგრეთ წოდებული სირცხვილის კორდონი. დავით ბაქრაძეს მის მანქანას შეუქმნეს წინაღობაო ეს რო დააკონკრეტოთ. თვითონ დავით ბაქრაძეს უნდა გამოსულიყო პარლამენტის შენობიდან და ახალგაზრდებმა წინაღობა შეუქმნეს. იყვნენ შუშტროების თანამშრომლები და მაშინ სახელზეც ვიცან, ერთი იყო ახალაია და მეორე სანაძე, რომელსაც ჰქონდა ტილისტოპი და ესროდნენ პირდაპირ ახალგაზრდებს. ვიგებთ, რომ ხდება ამ მივარდნების სახლებში ამ ახალგაზრდებთან და მათი დაკავების ცდილობები. ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მე მიკავშირდება, როგორც მახსოვს, დავით გამყრელიძე, მაშინ ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური ლიდერი იყო, თავმჯდომარე ამ პარტიის და მეუბნება, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, რომელსაც ესე
დაძდევენ და უნდა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიდეს ქალაქ თბილისის სამმართველოსთან დიღომში და აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია გამართონ. ვერ წარმოგიდგენიათ, ესე იგი, ისეთი რაოდენობის, ესე იგი, პოლიციელებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად აიდენტიფიცირებული არ იყო, რომ პოლიცია უბრალოდ მიღები შეიარაღებული ხელკეტებით სამივე მხრიდან შემოვარდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა. პირდაპირ არ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ერთი ხმაგი მომესმა რომ აი აბაშიძეა და ეს აუცილებლად უნდა გაუსწორდეთ ეს და მე გონებას ვკარგავ, იმიტომ რომ არა მარტო სახეში ზარეში ვიღებ ძიმე დაზიანებებს ხელკეტით, არამედ სხვა მიდამოებში. ბატონო ზურავ, რამდენი ადამიანი გირტყამდათ, ხომ არ გახსოვთ? დაახლოებით 3 ალბათ. სამივე ხელკეტით. კი, რა თქმა უნდა. რა ტიპის დაზიანებები მიიღეთ? ცხვირის ძვლების მოტეხილობა, კიდევ კბილები, რომელიც ჩაგიმტრიეს რეალურად, ასე უნდა ითქვას. დაბეჟილობები მრავლობითი. თავში გირტყეს, ხო? ტვინი შერყევა გქონდათ, იმიტომ რომ მე თვეზე მეტი ვიყავი, საავადმყოფოში რამდენიმე დღე დამტოვეს და მე ვიყავი უკვე სახლის რეჟიმში, ვერ ვდგებოდი პრაქტიკულად. ზურაბ აბაშიძემ კომისიის წევრებს დღეს ასევე გააცნო 2009 წლის პროტესტის პარალელურად გაკეთებული საერთაშორისო განცხადებები, მათ შორის ამერიკის მაშინდელი ამერიკის საელჩოს და საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებები, სადაც საუბარია, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, არადემოკრატიულ პროცესში არიან ჩართულები და სწორედ ამ არადემოკრატიულ პროცესში ჩართულობაზე საუბრობდნენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების და მოუწოდებდნენ აქციების დაშლისკენ, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, აქციები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, მშვიდობიანი აქციები და მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ამის მიუხედავად საელჩოების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით მწვავე განცხადებები კეთდებოდა, რამაც მწვანე აუნთო მისი თქმით ნაციონალურ მოძრაობას და წინა ხელისუფლებას, რომ დაერბიათ აქციები სწორედ ამ თემაზე და საელჩოების გამოხმაურებაზე დაუსვეს შეკითხვები კომისიის წევრებმა ზურაბ აბაშიძეს. მე ძალიან მოკლე კითხვა მაქვს, თქვენ ახსენეთ და წაგვიკითხეთ ის განცხადებები, რომელიც საელჩომ გააკეთა. ეს განცხადებები საელჩომ გააკეთა 15 ივნისამდე თუ ამ ფაქტის მერე? მანამდე გააკეთა და სწორედ იმიტომაც აღვნიშნეთ თქვენ ალბათ თუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ეს მანამდე გაკეთებული განცხადებები უკვე მერე იყო მწვანე შუქის ანთება ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა, ხედავთ რასაბობ, თურმე კრიმინალები არიან ოპოზიცია. ისინი არღვევენ კანონს, ძალადობენ ხელისუფლებაზე და ბუნებრივია ჩვენ უკვე ყველაფერი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ჩემი ინტერპრეტაცია ეს არის ზუსტად. თქვენ საკმაოდ დიდხანს მოღვაწეობდით იუსტიციის საბჭოში, იუსტიციის სფეროში. საიდანაც თქვენ საკმაოდ კარგი კონტაქტები გქონდათ ჩვენი საელჩოს, ჩვენში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან. გასაგებია რომ განცხადება არ გააკეთეს. სანქციაზე არ ილაპარაკეს, მაგრამ პიროვნულად მაინც თუ მოვიდნენ ვინმე ის ადამიანები, ვისთანაც თქვენ ეს ურთიერთობები გქონდათ და გქონდათ, ამის მომსწრებით თორემაც ვარ, რომ გაერკვიათ უბრალოდ თუ რატო კონკრეტულად ჩემთან არავის არ ქონია რაიმე კომუნიკაცია და არავის და უბრალოდ ერთი რაღაცა კი გავიგე, რომ საერთაშორისო დონეზე ესეთი რამე არასწორ დროს არასწორ ადგილას მოხვდაო. Right time, right place ხო ესეთი არ იყო რა არასწორ ადგილას მოხვდაო და შემთხვევის ამბავი უფრო არის. ხო, right time, right place, იმიტომ ითქვა ჩემი აზრით, ეს ახლა გამახსენდა რომ ნამდვილად ითქვა. როდესაც იმიტომ რომ თავისუფალ დემოკრატებს ჰქონდათ თავისი ნიშა და იმ ნიშიდან არასწორ დროს არასწორ ადგილას გამოვიდოდა გია ცაგარეიშვილი თუ თეა წულუკიანი, მერე აქეთ ვიყავით ჩვენ თვითონვე დამნაშავე რომ ნიშიდან გამოვედით. დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით 38 სხდომაზე განიხილავენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის საქმეს. ამ საქმეზე დღეს უკვე მოусმინეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს. ამ წუთებში უსმენენ დაჩი ცაგურიას და მოგვიანებით მოусმენენ მერაბ ჭიქაშვილს. მადლობა კესო ქაფიანძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მოკვლევა გრძელდება. უწყებაში დღეს გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძეს და კახა კახიშვილს ელოდებიან. 2019 წელს, როდესაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილების საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გაიხსნა, ტაბატაძე სუსის უფროსის მოადგილე იყო, კახიშვილი კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. დღესვე გაირკვა, რომ ამავე საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლა დაიბარეს გიორგი გახარია. კომისია ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის საკითხს სწავლობს, როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ დამატებითი კითხვები ექნებათ გახარიასთან მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ადგილობრივები ვეღარ სარგებლობენ ტყით, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ დამატებით დაიკავა. საუბარია დაახლოებით 1 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, შოთა დეტალებს ველოდებით ჩვენგან. პროკურატურაში მიმდინარე მოკვლევის პარალელურად გიორგი გახარია, როგორც ცნობილია, დაბარებულია საგამოძიებო კომისიაზე, სადაც ის ერთხელ უკვე იმყოფებოდა, როგორც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანი დეტალები არსებობს ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაზეც არის კითხვები და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია დამატებით შეკითხვებს დაუსვავს ყოფილ პრემიერ-მინისტრს. საუბარია, როგორც თეაც ლუკიანმა განმარტა, გიორგი გახარიას განცხადება, რომელმაც წინა დაბარების დროს განმარტა, რომ არც 1 სანტიმეტრი ჩორჩანას ეპიზოდის დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ გამოკლებია, თუმცა როგორც ულოკიანი ამბობს, წაღვლის მოსახლეობის გამოკითხვა მაჩვენა ის, რომ რეალურად წაღვლის ტყეში, რომელიც მილიონ კვადრატულ მეტრს მოიცავს, გადაადგილება და ასე ვთქვათ, გადაადგილება ვერ ხერხდება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. გარდა ჩორჩანას ეპიზოდისა, გიორგი გახარიასთან კითხვები, როგორც საგამოძიებო კომისიაზე განმარტეს, იქნება 2012-25 წლებში მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტულად იმ ეპიზოდთან, როდესაც უკვე ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია დააფუძნა. 23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის წაღვლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც 1 სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლია და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის ახსნა განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაში, ამიტომ ჩვენ მივალია, რომ მას დამატებით კითხვები დაუსვათ. ასევე კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო, ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში დაბარებულნი არიან ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი, რომლებიც 2019 წელს იკავებდნენ ერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, მეორე კი პრემიერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარები თავად გიორგი გახარიას გუნდშიც გაკეთდა. პარტია საქართველოსთვის წევრები კვლავ ამტკიცებენ, რომ ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი, როდესაც საგუშაგოს ჩადგმით მოხერხდა, ასე ვთქვათ, ქვეყანას არ დაეკარგა არც 1 სანტიმეტრი და არ ასე ვთქვათ, გაფართოებული იყო საოკუპაციო საზღვრები. მათი თქმით, პროკურატურაში მიმდინარე საქმე, ასევე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარება არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დევნის შედეგი. ჩორჩანას ეპიზოდი ეს იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს
ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ამის უკან ეს პროცესი, რაც წარმოებს გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ვერანაირი მსგავსი ტიპის ნაბიჯი, ვერანაირი გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციონირებაზე, იმიტომ ჩვენ ბევრჯერ გვიტყვამთ, მე ასეჯერ ვიმეორებთ, მიუხედავად იმ მოტივებისა, რა მოტივებიც ამის უკან შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნის მოტივს გულისხმობ შემთხვევაში, ჩვენ გადაწყვეტილებებზე, პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერაფერი სხვა, გარდა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებისა, გავლენას ვერ მოახდენს. განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოსაზრება, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებებს ეხმობიან, გარდა ამისა ამბობენ იმას, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის 2019 წელს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა დამდგარიყო, მათ შორის ჩორჩანაში საგუშაგო ბლოკპოსტის ჩადგმით. შესაბამისად, მმართველი გუნდის წევრები ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სამომავლო პერსპექტივებისთვის აუცილებლად მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის გამოძიებები წარიმართოს და ყველა შესაძლო კითხვის ნიშანი იქნას გაბათილებული. ჩორჩანაში დადგმა აი ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის. დაიკარგა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა საოკუპაციო ძალის. გარდა ამისა არის სერიოზული შედეგი კიდევ, რომელიც მივიღეთ ახალგორის მიმართულებით და თუ კი რაღაც არსებობდა კიდევ რაღაცა შესაძლებლობა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. ანუ შედეგით თუ ვიმძელეთ, უძიმესია ის ვითარება, რომელიც აი ამ კონკრეტულ ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია კითხვებიც აი ამის გამხორციელებელი იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ არის ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფო. მიმდინარე მოკვლევასთან და გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში გამოიკითხებიან პირველ საათზე ალექსანდრე ტაპადაძე, 18 საათზე კი უკვე საგამოძიებო უწყების კითხვებს კახი კახიშვილი უპასუხებს. მადლობა ჩოთა ფალაუნდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც მიწვეულ პირთა შორის ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ხვადაგიანიც იყო, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროთ. სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა, წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს. გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორდა სცენა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მერვე ნომერს ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო. ძნელია წარმოედგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროთ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. და ამ ყველაფერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს. მართლაც და როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა, ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასოდეს შეუხედავთ. შალვა პაპუაშვილის განცხადება დისკუსიის თემაა პოლიტიკურ სპექტრში, რა განცხადებები კეთდება თბილისში ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების გამხმაურებებს ლიკა ალელიშვილი გავგაცნობს, გისმენთ ლიკა. დავიწყებ ნაციონალური მოძრაობით, რომლის სიის მერვე ნომერიც არის სწორედ ირაკლი ხვადაგიანი. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ხვადაგიანი არის საუკეთესო ისტორიკოსი და პროფესიონალი. შესაბამისად, სააკაშვილის პარტიის წევრები ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ გერმანიის საელჩომ სტუდენტებთან მიიწვია წარსულზე სასაუბროდ სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტიის სიის მერვე ნომერი. მე არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი, იმიტომ რომ ესეთი ინტელექტუალური რესურსი არის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. წარსულის ქექვას საერთოდ უნდა შეეშვან.
დაცინვა და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში გერმანიის საელჩოს მხრიდან ასეთია ქართული ოცნების შეფასება გერმანიის საელჩოს გადაწყვეტილებაზე, როდესაც მათ სტუდენტებთან სასაუბროდ მიიწვიეს ირაკლი ხვადაგიანი მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გერმანიის საელჩომ ამ გადაწყვეტილებით არაფრად ჩააგდო სტრასბურგის სასამართლოს განაჩენებიც, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის შესახებ გამომტყუნებელი განაჩენები არის სწორედ სტრასბურგის სასამართლოში გამოტანილი იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ. ვფიქრობ, რომ აქ განგებარი გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად ხაზი გადაუსვას იმ ძიმე ისტორიებს, რომელიც თუნდაც კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი. ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს, არც ის სისხლი, არც ის მძიმე ვითარება. როდესაც სწორედაც ნაცმოძრაობა იყო ქვეყნის სათავეში და სადისტური მეთოდებით მართავდა, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამ სადისტური მეთოდებით მართვას. ეს სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა. გერმანიის ელჩმა კი ხაზი გაუსვა, რომ ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს და რასაკვირველია ჩვენ მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ქმედება. შეიძლება კარგი ისტორიკოსი იყო, მაგრამ როდესაც ნაცმოძრაობა ლაპარაკობს წარსულზე, როდესაც სულ ახლახანს, ეხლა ამ წარსულში რამოდენიმე წლის წინ ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულებები, რასაკვირველია ეს დაცინვაა. ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში. გერმანიის საელჩოს ორგანიზებით და დაფინანსებით სტუდენტებისთვის ლექციები ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე გორსა და ქუთაისში. მადლობა ლიკა ალელიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში. არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით. ძლიერი საქართველო, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა. ნაციონალური მოძრაობა ლელოს ტყუილში ადანაშაულებს, კოალიციაცულების წევრები კი მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს. მხარების პოზიციებს ანუკა ბუავა გაგვაცნობს, ანუკა ეთერში ხარ. დავიწყებ ძლიერი საქართველოს პოზიციით. ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ საუბარია ბარიერ გადალახულ პარტიებზე ბოიკოტის გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ ძლიერ საქართველოსთან ეს შეთანხმებული არ ყოფილა. მათ შორის ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოიკოტი არის კომფორტის ზონა ოპოზიციისთვის და შესაბამისად მისთვის გაუგებარია, რატომ მიმართავენ ამ გზას ცალკეული ბარიერ გადალახული პარტიები, როგორც ამას ლელოს ლიდერი ამბობს. დღეს უკვე ძლიერ საქართველოში თქვეს ის, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი. დღესაც კიდევ ერთხელ მიმართეს კოლეგა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და პარტიებს და უთხრეს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობაზე. შესაბამისად, ახლა ძლიერი საქართველოს შემხოდ ნაბიჯებს, როგორც თავად ამბობენ, სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ელოდება, სხვა მხრივ ისინი დისკუსიის გაგრძელებას არაპირებენ. ლელოს პოზიცია დღეს არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ერთ-ერთი ბრძოლის ინსტრუმენტი და არა თვითმიზანი ამ არჩევნებში მონაწილეობა, იქნას გამოყენებული ეს ველი და ამაზე მსჯელობა გავმართოთ. ამის მიღმა პოლიტიკური იწილო-ბიწილო არ არის ის საქმე, რითიც მე მიყვარს ხოლმე დაკავება. ძლიერ საქართველოს უკვე გამოეხმაურნენ სხვა ბარიერ გადალახული პარტიებიდან. ტყუილში დაადანაშაულეს ლელოს ლიდერები დღეს ნაციონალური მოძრაობიდან, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ სწორედ ძლიერი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საულმე ზურაბიშვილის განცხადებას შეუერთდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ ოპოზიციის მოთხოვნაზე ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ლელოს ლიდერს ბადრი ჯაფარიძე შეახსენეს წარსულიც და მისი გადაწყვეტილებებიც, ასევე მოქმედებებიც და თქვეს კიდევ ერთხელ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ განიხილავს საერთოდ ლელო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, კოალიცია ცვლილებისთვის ძლიერ საქართველოს ლიდერებს ისევ საჯარო დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ნაციონალური მოძრაობის მსგავსად აქაც არაპირებენ და კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. გახარიას გუნდზე იცის მაყურებელმა, რომ ისინი ემზადებიან მორიგი საარჩევნო მარათონისთვის. რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს, დღეს გიორგი ვაშაძემ მოითხოვა არგუმენტირებული პოზიცია და დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ განიხილავენ კონკრეტული პარტიები, მათ შორის ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. ყველაზე ხმამაღლა ბოიკოტი გამოაცხადა ლელო.
როდესაც სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის განცხადება შეუერთდა. და ზუსტად ერთ კვირაში დაიწყო საუბარი, რომ დისკუსია გასახსნელი. როდესაც მარტის არჩევნებში არ მიიღო 90 წელს ზვიად გამსახურდია მონაწილეობა და მაშინ თავად ბატონი ბადრი ჯაფარიძეც ეროვნული მოძრაობის ნაწილი იყო. მაშინ ზვიად გამსახურდიამ ხართეძოზე წამოწვა? ხართეძოზე წამოწვა თვითონ ბადრი ჯაფარიძეც 90 წელს? არა მგონია, ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ არ უნდა მიიღო გასulis გადაწყვეტილება. ეხლა ეს როგორ არის ნორმალური ლოგიკა ვინმე ამიხსნას? მე არავის არაფერში არ ვადანაშაულებ, მე ყველას თავაზობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად. რაც შეეხება ლელოს ყველა პარტიას, მე საბოლოო ჯამში მჯერა, რომ ჩვენ ყველა მივიღეთ საერთო გადაწყვეტილებას. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მნიშვნელოვანი არ არის მმართველი გუნდისთვის, სადაც აქტიურად ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ასევე გამარჯვების მოპოვებისთვის 4 ოქტომბრის მარათონზე. იქვე ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ახლა ოპოზიცია არის ორ ნაწილად გაყოფილი, თუმცა მათ საერთო მიზნები აქვთ ქვეყნის საბოტაჟი და არეულობის მოწყობა ქვეყანაში. შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისინი სწორედ ამ მიმართულებით მიდიან, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, იქვე მმართველ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ყველა ოპოზიციური პარტია დაკვეთებს უცხოეთიდან იღებს უცხოელი დამფინანსებლებისგან და შესაბამისად ახლა ბარიერ გადალახული პარტიები სწორედ ამ დაკვეთების მოლოდინში არიან. დესტაბილიზაცია იყო შეკვეთა და ამ შეკვეთას ასრულებენ დღემდე ინტენსიურად. აქედან გამომდინარე უარი თქვეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და დღეს ზოგიერთნი ხვდებიან, რომ ეს შეცდომა იყო სერიოზული, ვინაიდან რევოლუცია არ მოხდა, სისხლი არ დაიღვარა, მცდელობებს დღესაც არ აკლებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ლელომ განაცხადა კიდევაც, რომ ლელომა მიიღეს ფინანსურადაც, ფიზიკურადაც, შედეგს ვერ მიაღწიეს და აქედან გამომდინარე აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ არა მეორე მხარე, ვინც ობსტრუქციას აგრძელებს, ვინც საბოტაჟს აგრძელებს. ერთიც და მეორეც არის მოწონებული იმ ძალების მიერ, რომელიც აფინანსებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ გარედან. ასე რომ ნუ ვეძებთ დიდ დაპირისპირებას ოპოზიციაში, ვეძებოთ ერთის და მეორის რა გეგმები აქვს, რა სურთ და საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება მათთვის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში არის მწვავე დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციაში და ეს დაპირისპირება და ახალი ეტაპი შეიძლება ასე ითქვას დაიწყო ლელოს მოწოდების შემდეგ, რომ დასხდნენ ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილონ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. არჩევნებამდე კი სულ ცოტა დრო რჩება, 4 ოქტომბერს არის საარჩევნო მარათონი ჩანიშნული, შესაბამისად ოპოზიციას ცოტა დრო რჩება კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად და იმ კონფიგურაციის შესადგენად თუ რა კონფიგურაციითაც ისინი წარდგებიან თვითმმართველობის არჩევნებზე. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა მხარეების პოზიციებით პირდაპირ ეთერში. აჭარის პოლიციამ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააგავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი კოკაინის ყიდვას ცდილობდა. ამანათიდან ამოღებულია ქილებში დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი. საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის რეგიონებს საბრძოლო დრონები დაარტყა. აფეთქებებია კიევის, ზაპოროჟიეს და დნიპროპეტროვსკის ოლქებში. არიან დაშავებულები, განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. ქალაქ იელაბუგაში დაზიანებულია საბრძოლო დრონების მწარმოებელი ქარხანა. რუსული მედიის ინფორმაციით იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბრიტანეთის დაზვერვის ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს და ის ქართული წარმომავლობის 47 წლის ბლეიზ მეტრეველია. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერო სამსახურის მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხების წინაშე დგას, აცხადებს კირ სტრამერი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს. უწყებაში შესული ინფორმაციით კახეთში ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა 7 პირი. ქვათაცვენის შედეგად ერთ-ერთმა დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. მეხანძრა მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზიფიცირების დასრულების შემდეგ 1100-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, რომ მას შემდგომ, რაც დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, მაგრანეთის მაცხოვრებლებს დაახლოებით 1000 ოჯახზე მეც ექნება ბუნებრივ აირთან წვდომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ადგილობრივ მაცხოვრებელს არ ჰქონდათ ბუნებრივი აირთან წვდომა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდგომ, რაც დასრულდება არსებული პროექტი, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ თავად უზრუნველყოდნათ დაგეგმონ საკუთარი ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირება. გრძელდება ქვეყნის გაზიფიცირების პროცესი, რომელსაც მთავრობის განკარგულების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. ამჟამად თიანეთის მუნიციპალიტეტში 12 სოფლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 88000 მეტრზე მეტი გასადენი მოეწყობა და 1100 მოსახლეზე მეც მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება. აგრეთვე თიანეთის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების საჭირო საპროექტო სამუშაოები. გაზის შემოყვანა ოჯახებში პირველ რიგში დღეს გვიზოგავს. ცხოვრების კომფორტი, ხარისხი უკეთესია და ძალიან მადლობლები ვართ, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით და შრომით, შემდეგ ამ კომპანიის სამუშაოს შესრულებით, რომლებიც აქ მოღვაწეობენ, ძალიან ძლიერი საქმე კეთდება. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება ზამთრის პერიოდში. აქ მთიანი რეგიონია და შეშის შეძენა ძალიან გვიჭირს. ამიტომ მადლობას მოუხდი საქართველოს მთავრობას, რომ გვაღირსა ეს გაზი და ჩვენამდე მოვიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12 კაციანი ჯგუფი ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვია. ისინი მომზადებენ მასალებს იაპონური გამოცემებისა და ბლოგებისთვის. ორი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ სტუმრებს დასწრებოდნენ სხვადასხვა ფორმატში ღვინის დეგუსტაციას, მათ შორის ესწრებოდნენ ექსპო ჯორჯიას გამოფენას. ამჟამად ვიმყოფებით იმერეთის რეგიონში და გადავინაცვლებ შემდეგ რაჭაში, რათა სტუმრებმა შეძლონ თავად მოინახულონ როგორც მცირე, პატარა, საშუალო მარნები, ასევე დიდი კომპანიები. ჩვენარი მცირე მარნებისთვის ეს არის ახალი კარები, ახალი შესაძლებლობა, საიდან ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მეტად პოპულარიზაციას ჩვენი თავის, ჩვენი პროდუქტის. ხედავდით წინსვლას და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი ახალი რამის სწავლა შემიძლია. თქვენი 8000 წლოვანი ტრადიციული ისტორიის წყალობით. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ ღრმა და მდიდარ ისტორიას. თქვენთვის ღვინო კულტურაა, ჩვენთვის კი ეს ასე არ არის. ამიტომ ვგრძნობ ამ კულტურულ ჰარმონიას, სიმდიდრეს. გემრიელი საკვები, მრავალფეროვანი ღვინის სტილი. ყოველ ჯერზე მიხარია აქ დაბრუნება. კახეთში სარწყავი სეზონი დაიწყო. გარემოზაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს მელიორაციის დირექტორმა ლაგბეს რეაბილიტირებულ წყალსაცავში წყალი გაუშვეს. ღონისძიებას ფერმერებიც დაესმნენ. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. ეს ამ ახალი ობიექტის გახსნაზე ვიმყოფებით, მივაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს წარმატებით. დღეობით უკვე რეაბილიტირებულია მისი ტექნიკური ნაწილი, ეს იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ წყალსაცავიდან გამონაწილებელ ქსელამდე მიიყვანი მილსადენი. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1,800,000 კუბი წყალი, რაც სრულად შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც მიმდებარე სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ჭირდებათ ირიგაციის სეზონზე. გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მოწესრიგება. რაც შეეხება ლაკბის წყალსაცავს, ეს წყალსაცავი შექმნის დაბადებით დებეთს, განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუვადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი. კარგად დაკმაყოფილდა მოსახლეობა, წყალი ნორმალურად მოდის. წყალი დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ თუ მორწყამთ მოსავალ მივიღებთ უმაღლეს მოსავალს. გექტარზე მოყვა დაახლოებით 20-25 ტონა, თუ მორწყამთ, თუ ვერ მორწყამთ 10-15 ტონა.
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია 25 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი მეტოქი იპონის დაამარცხა. ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო. ჩემპიონატზე დღეს სტატამზე უკვე ტატო გრიგოვაშვილი და დებიუტანტი ზაურ დვალაშვილი გამოვლენ. ქალებში კი 63 წონით კატეგორიაში ეთერ ასკივაშვილი ასპარეზობს. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ